ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად მიწის მიყრაა ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციას, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებს ჟურნალისტებს, ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. ანგარიშის თანახმად, ციტირებ, ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევები შეიცავდა სარწმუნო ცნობებს, წამებისა ან სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის, თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის ძალადობისა და მოქალაქეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრების და სისხლის სამართლებრივი დევნის და ეგრეთ წოდებული გამჭვირვალეობის შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის შესახებ. როგორც ხედავთ, ძალიან გრძელი სია მოიცავს ყველა იმ ძირითად ასპექტს, რომლის გამოყენებითაც ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რეჟიმი დევნის თავისუფალ ქართველებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და მთელს ჩვენს საზოგადოებას. ანგარიში აგრეთვე ამხელს სისტემურ ძალადობას და წამებას პოლიციის მხრიდან. მასობრივი ფიზიკური ძალადობა, მიზანმიმართულად მიყენებული დაზიანებების სახისა და თვალის არეში, რაც ციტირებ, პრაქტიკულად გამორიცხავდა იმის ალბათობას, რომ პოლიცია ყოველთვის პროპორციულ ძალას იყენებდა. არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოქალაქეებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, საიდანაც მრავალი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად არ დაწყებულა შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ. ეს არის ანგარიში, რომელიც რამდენჯერმე ახსენებს ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს და ქართული ოცნების რეჟიმს ამხელს, როგორც ნაცრისფერ ბოროტმოქმედ კრიმინალურ სინდიკატს, ვისი ეგრეთ წოდებული ძალაუფლებაც ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ტიტუშკების ბოგინს საქართველოს ქუჩებში. ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დასკვნა, რომელიც როგორც ნახეთ, წარმოადგენს უმკაცრეს ვერდიქტს ქართული ოცნების პოლიტიკურ სამსჯავროზე, პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოცნება არის რეჟიმი, რომელიც სისტემურად და სისტემატიურად ესხმის თავს საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას თავისუფლების უკლებლივ ყველა გამოხატულებას და რასაკვირველია გამორჩეულად ემტერება საქართველოს პროდასავლურ საზოგადოებას. ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი საკვანძო რამ. პირველი, ამერიკასთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერანაირი დალაგება ვერ მოხდა. არ არსებობს არაფერი, რაც ქართული ოცნების ნაცრისფერ რუსულ რეჟიმს აერთიანებს ან გააერთიანებდა პრეზიდენტ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან. ივანიშვილი და ოცნების ქოსატყვილა ხელისუფლება არის იზოლირებული და ყველასაგან მიტოვებული. მეორე, ლეგიტიმაცია 19 ევროპელი საგარეო მინისტრის და ევროპარლამენტის 2 განცხადების გაგრძელებად. ეს ანგარიში არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი დასტური იმისა, რომ არ არსებობს და არ იარსებებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის არავითარი შესაძლებლობა. თუ კი არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და არ გადაიტვირთება ეროვნული პოლიტიკური სისტემა. ქართული ოცნება არის არალეგიტიმური და მოძალადე ხელისუფლება, მას ასეთად ცნობს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული კავშირი და ყველა ის ძირითადი აქტორი, ვინც კი ლეგიტიმაცია უნდა მიანიჭოს ამა თუ იმ ხელისუფლებას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ბრძოლას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების მიზნით და რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ვახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ არაფერი ნაკლები ვიდრე არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება არ იქნება და ვერ იქნება იმის საწინდარი, რომ ამ ბოროტმოქმედმა რეჟიმმა რაიმე ფორმის ლეგიტიმაცია მიიღოს. ასევე ბრძოლა ბოლომდე მსოფლიო არის ჩვენს გვერდით და ახლა ყველაფერი არის დამოკიდებული საქართველოს ხალხზე. მადლობა.